დღეს ჩვენ პირველ ნაწილში ჩვენი გადაცემის არ ვისაუბრებთ კონკრეტულად და უშუალოდ პოლიტიკაზე, თუმცა ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან და რაც მთავარია, ეხმიანება და გადაჯაჭვულია ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის ყოფნა არ ყოფნასთან, ყოველ შემთხვევაში მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კერძოდ მოგეხსენებათ, რომ რატომღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამკვიდრდა ასეთი მოსაზრება, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ეს არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის და მოხდა გრადაციები, რომ მსუბუქი ნარკოტიკები, ძიმე ნარკოტიკები და მსუბუქ ნარკოტიკებად რატომღაც ნარკოტიკად, რატომღაც იყო აღიარებული მარიხუანა, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტების თქმით სულაც არ არის მსუბუქი, იმ თვალსაზრისით, რომ ის ილექება თავის ტვინში და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გადის ადამიანის ორგანიზმისთვის, მას აქვს გვერდითი მოვლენები და ძალიან დიდ ხანს ახდენს ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე და ადამიანის სხეულზე. ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისეა, ჩვენ პოლიტიკური ესეთი გამოძრაობა, გაერთიანება გირჩის სახელით გვყავდა და ახლაც გვყავს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, რომლის თავკაცი და ამ პარტიის სხვა ლიდერები და თავკაცები აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას ნარკოტიკული საშუალებების და მე ხა ახსნი რატომ არის ეს პროპაგანდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგალითად ზურაბ ჯაფარიზე ყვებოდა, რომ ის მან მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას თავის როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე თავის პროფესიულ საქმიანობაში, როდესაც ის აქტიურად იყენებდა ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ მარიხუანას. ჩვენ გვახსოვს, რომ გირჩელი ერთ-ერთი ვახტანგ მეგრელიშვილი ხალხო თვალს მან პირდაპირ ეთერში დაიწყო თქვათ ამ შეკეთებული მარიხუანის მოწევა. ამას გარდა პარტიის ოფისში, გირჩის პარტიის ოფისში მასობრივად ჩაირგო ქოთნებში ეს მარიხუანა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო, მაგრამ აქტიურად მიდიოდა მხარდაჭერა. ჩვენ გვახსოვს თეთრი ხმაური საპროტესტო აქციები, როცა ჯაუნით სავსე მამაკაცები გამოდიოდნენ და ითხოვდნენ, რომ არა მხოლოდ თქვა დეკრიმინალიზაცია გასაგებია, რომ ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ნარკოტიკისადმი არ უნდა დაიჭირო, მაგრამ ის რომ მოხდეს ლეგალიზება ყველა ტიპის ნარკოტიკის, იმიტომ რომ პრინციპით ეს სხეული ჩემია, სხეული შეიძლება შენია, მაგრამ თავი ვერ აკონტროლებდეს ლოგიკურად იმას, რომ შენ მიხვდე რა არის კარგი და რა არის ცუდი შენი სხეულისთვის. ისინი ამის გამო აწყობდნენ აქციებს და მე სხვადასხვა ძალიან მიკვირდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში არ მინახავს აქცია, აი ეს ზრდასრული ჯანზე მყოფი ქართული მამაკაცები გამოსულიყვნენ და ხელისუფლების მაგალითად მოითხოვათ, რომ რატომ არ გვასწავლით უნარჩვევებს, რომელიც საჭირო არის ქვეყნის დაცვისთვის, რომ ჯარში სამსახურში, რომ ჩვენ შევძლოთ სხვადასხვა იარაღის ფლობა, ფიზიკურად ვიყოთ მომზადებულები. არა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს აქციები, როდესაც ჩვენ თანამემამულე ახალგაზრდა ჯამთელი მამაკაცები მოითხოვდნენ ლეგალიზებას ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების და რაც თავი აქ იყო ერთი მომენტი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ხაზგასასმელი, რომ მიდიოდა შედარება ალკოჰოლთან და თქვათ იმავე აი ამ პარტიის წარმომადგენლების მიერ გირჩის და ბატონი ჯაფარიძის ითქვა, რომ ალკოჰოლი უფრო მეტად დამაზიანებელია ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ხა იბადება კითხვა, რატომ იყო მცდელობა ჩანაცვლებულიყო ღვინო, ნარკოტიკული საშუალებით ღვინო რა კულტურასთანაც ასოცირდება ჩვენი ქართული კულტურა და რის არამხოლოდ ასოციაციას ის არამედ ის ხორცეულია და არსებითია ჩვენი კულტურისთვის. ამასობაში შემოგვიერთდა ჩვენ პირველი სტუმარი ერეკლე შონია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ერეკლე, რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩემთან და ზუსტ ჩვენთან და ზუსტად ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. გაჩნდა აი კადრები გავრცელდა, როდესაც ევროკავშირის პირველი პირები სახელმწიფოს ძალიან უხერხო მდგომარეობაში იყვნენ და აშკარად იქ იყო რომ რაღაც ნარკოტიკულ საშუალებას გამოიყენებდნენ. ისინი ფიქრობ რომ სუფთა ნარკოტიკულ საშუალებას იყენებენ, ვიდრე დავშნე მასობრივად არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ამის გამოყენება. ასევე გერმანიაში პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ადამიანმა შეიყნოს აშკარად რაღაც. რატომ ეძებს ადამიანი აი ამ დამატებით წყაროებს ენერგიისას, დაბანგვისას თუ რელაქსაციისას და რატომ დაიწყო ჩვენთან პოპულარიზაცია ნარკოტიკების პოლიტიკურ დონეზე, მაინც პოლიტიკური პარტია არსებობდა და არსებობს ხო გირჩი, რომელიც ამის პოპულარიზაციას ეწეოდა და დისკრედიტაცია ღვინის და ვაზის კულტის. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ნარკოტიკები რაც არის, პრაქტიკულად იმ ჩვენი შეგრძნებების, იმ ჩვენი ფუნქციის, იმ ჩვენი მოტივატორების, რომ ჩვენ აქ სულმა ადამიანმა რაღაც გააკეთოს,
ამით მიიღოს სიამოვნება თავის ფუნქციის შესრულების დროს, აუცილებლად შემოქმედება გააკეთოს დაუშვათ სპორტის რაღაც მიღწევები, რაღაც მიაღწიოს რაღაცას და აი ამ ყველაფრის რეალური გზის ჩანაცვლება მზამზარეული, შეგრძნეებით, სიამოვნებით, რომელიც თავისთავად აზარმაცებს ადამიანს თავის ფუნქციიდან, როგორც შემოქმედებითი, ისევე სოციალური ფუნქციიდან ამოაგდებს ხოლმე და პრაქტიკულად ადამიანი სხვა გზაზე მიდის, ან მზამზარეულს ეძებს და ამისთვის აქტივს არის. რელიგიურად ეს არის არიპარო ცნების, როგორც თავში მამაგურა მამეც და იმიტომ შენ იპარავ იმ მდგომარეობას, რომელიც შენით არ მიგიღწევია. ხო, ანუ მზამზარეულს იღებ, მაგრამ ამავე დროს აი ეს გზა რაც უნდა გაიარო, რომელიც რეალურად არ რომელსაც ცხოვრება ქვია და რომელსაც პროცესია და ამ პროცესის დროს შენ რაღაც უნდა შექმნა, იბრძოლო უბრალოდ მიაღწიო წარმატებებს, აი ეს გზა იკარგება და გამოდის რომ გარკვეული შედეგი მოდის, ეს ილუზორული შედეგი და ამიტომ თვითონ ამის ნარკოტიკების არასწორი მსგავს გამოყენება ამ შედეგიდან აასწრებს. მოდი დადებით მხარეზე ვილაპარაკოთ, დადებითი მხარე ეს არის თვითონ ფარმაკოლოგიური ნაწილი რაც არის ამის, მაგალითად ეს არის როცა ძიმძიმე ტრავმებია, ოპერაციებია და ეს ნარკოტიკი როგორც გამაყუჩებელი არის აუცილებელი თემატიკა და მოგეხსენებათ სამხედრო აღჭურვილობაში არის ნარკოტიკის შემადგენლობა, როცა დაიჭრება ჯარისკაცი, მან გაიყუჩოს ტკივილი, ოპერაციის დროს ტკივილი გაუყუჩდეს ადამიანს და ანესთეზია მოხდეს, იბატონო და ეს არის ნორმალური გამოყენება ამისი. სასწრაფოებში ყოველთვის იყო თუნდაც აი ავტო წარმოებლებთან, მაგალითად Mercedes-ის წარმოებლებთან ძველად 90-იანების განმავლობაში შემადგენლობაში ყოველთვის იყო ნარკოტიკი, რომ ძლიერი ტრავმის ან ავარიის დროს ტკივილი გაყუჩებული იყო და რატო ამბობ ამ ყველაფერს რა? აი თვითონ ამისი არასწორი გამოყენება აქ არ არის მარტო საუბარი ნარკოტიკზე, როგორც აი ეს თვითონ ფარმაკოლოგიურ ნარკოტიკზე, ქიმიურზე, არამედ თუნდაც მსუბუქ ნარკომანიასაც ვეძახით. ეს არის თავში მცენარეული ნარკოტიკების გამოყენება. ამას არის მსუბუქი კაცმა თქვა მსუბუქს ეძახიან, თორე ეს ძალიან, ეს არის კატასტროფა პრაქტიკულად. განსაკუთრებული კატასტროფა ეს არის ისეთი ტვინებისთვის, რომელსაც არის ძლიერი ტვინი, ძლიერი გენეტიკური მონაცემის მქონე, ძლიერი ტვინის მატარებლები, ან დაუშვათ სტრესს განატანილი ადამიანები, რომელსაც გარკვეული შიში უზის და შიშის ემოციური ფაქტორი აქვს მაღალი. თუნდაც ერთმა მოხმარებამ რომ შეიძლება ჩატოვოს ეს ადამიანი შიში და გაჭედოს ეს ადამიანი. 10,000-დან ერთი მარიხუანის მომხმარებელი შიზოფრენით ავადდება, ეს სტატისტიკა. აქ იმდენად სტატისტიკაზე არ არის საუბარი, როგორც არის თვითონ პრინციპზე საუბარი, რომ შეიძლება 10 კაცმა მოწიოს ან არაფერი არ დაემართოს, მაგრამ იმ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში გარკვეული შიში ან სტრესია გადატანილი და ამის გამო შიშის ემოციური ფაქტორი, აი გარემოზე რეაგირება გამძაფრებული და ასევე ფსიქოსომატიკა, ფსიქიკა დაიძაბა, სომა სხეული დაძაბა და ზის ეს შიში და ამძაფრებს ისედაც ცხოვრების ყველაფერს, ესეთი ადამიანისთვის მოწვევა იქ ტვინში იწვევს გარკვეულ ჩაციკლებს, რომელიც მე იწვევს უკვე ჩაციკლას სხვადასხვა საკითხში, ერთ ადგილის კეპნას, მაგალითად, ეს არის დაუშვათ რელიგიურ ფანატიზმს თუნდაც ეს იწვევს გარკვეულ ფანატიკურ და ესეთი ჩახვევებს რაღაცას თეორიებზე, რომ დაუშვათ დედამიწა არის ბრტყელი, ან დაუშვათ მზე არ არის და მზე არის პროჟექტორი და ასე სისულელეები, რომელსაც ვერ აყვევი, ვერ დაალაგე ვერანაირად და ან მე შევხვდი ღმერთს. ეს არა მარტო, არა, ღმერთზე მარტო არ არის, აი ყველაფრის გამძაფრებულ მიღებაზეა და აქ მარტო დღეს არ ვსაუბრობთ მარტო მარიხუანაზე, მაგალითად, აქ არის იგივე ეს მოდა, რომელიც შემოსულია თუნდაც სოკოს მიღების და სოკოთი გარკვეულ ტრანსულ მდგომარეობაში შესვლას და გარკვეულ რაღაც ინფორმაციის მიღება და რაღაცის ცოდნის მიღება. ანუ დედამიწა ისეა მოწყობილი, რომ თვითონ აი ეს საშუალებები, რომლებიც საზაზრო მდგომარეობაზე გადაიყვანს ადამიანს, აქ ტკივილის მოხსნაზე მარტო არ არის, არის თუნდაც რომ მისი ლოგიკა გაითიშოს, ან მან გარკვეული წვდომა მიიღოს ინფორმაციული სამყაროდან უფრო მეტად, ხო, უფრო მეტად უზნობიარე გახდეს. ეს დედამიწაზე განერებიდან გამომდინარე, კულტურულებიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, არის გაბნეული ეს საშუალებები, რომელიც ისტორიულად, რომელსაც იყენებდნენ, დაუშვათ ეს არის დაუშვათ სამხრეთ ამერიკის შემთხვევაში იქ სოკოს კულტურაა გარკვეული, ხო? იგივე იქ მოწევის კულტურაა გარკვეული, აღმოსავლეთშიც მოწევის კულტურა არის. შუა აზიაში ბავშვებსაც საქონელსაც კი ყაყაჩოს თუნდაც თამბაქოს შემოტანა ჩვენთან როგორც განხორციელდა, ხო? და აქედან გამომდინარე ყველას თავის კულტურა აქვს. ამ კულტურიდან აი რატო გახდა აუცილებელი ბატონო რეკლირო ეს
კულტურის ნაწილად ქცეულიყო თრობის სხვადასხვა საშუალება. ხო და ეს არის მოდის გიდან რომ თვითონ შამანები დავარქვა, თან ადამიანები რომლებიც სასაზღვრო მდგომარეობაში იყვნენ, ან ადამიანებს ატარებდნენ ამ მდგომარეობაში, აკავშირებდნენ სასაზღვრო მდგომარეობაში, როცა ადამიანი სიცოცხლეს სიკვდილის შორის არის, როცა ადამიანი დაუშვათ აკავშირებს ავის გარდაცვლილებთან ადამიანებს, შამანის ვარხავებით, ხო? ინფორმაციას იღებს ლამები და ამ და მიღმიურ სამყაროს შორის მას ჭირდება ლოგიკური სიტუაციიდან გამოსვლა, ანუ შუბლის ტვინის შუაწლის გამორთვა და გადასვლა სხვა მდგომარეობაში, რაც ლოგიკა ითიშება და ითვება უკანა თავის უკანა მხარე დაუშვათ ამაზახით ინტუიციურ წინასწარმეტყველებითი გზა. ისაც ქრისტეს ამბობს იფხიზლეთ, ხო, რომ ლოგიკიდან გამოხვიდეთ წუთისოფლის. ამიტომ აი ეს ინტუიციურ წინასწარმეტყველებითი გზაზე რომ მე შევძლო გამორთვა ლოგიკის, შევძლო კონცენტრირება, ამიტომ კონცენტრაცია სხვა გამაღიზიანებელზე, ამ მომენტში ლოგიკურ გამაღიზიანებელზე, რასაც ჩემი თვალი აღიქვავს, ყური აღიქვავს და ასე შემდეგ, უნდა გაითიშოს. და ამ შემთხვევაში ეს ადამიანები იყენებდნენ თელ დედამიწაზე, იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, ეს არის აუჟოთ ის სოკოა თუ სცენარეული საშუალება, როგორც არის ჩვენ რასაც ვეძახით, მაგალითად კანაფის და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, ეს ხალხი გადადიოდა სასაზღვრო მდგომარეობაში. ეს ხალხი ხდებოდა როგორც ხიდი ზეცას და მიწას შორის, გარდაცვლილ სამყაროს და სოცხლებს შორის. მაგრამ საქმე იმაშია რომ იტევს ყველას ფსიქიკა მას არა აქ იმიტომაც ეს ამას ქურუმები აკეთებდნენ და არა ყველა ამას აკეთებდნენ აი შამანები ქურუმები ლამები და ასე შემდეგ ასე ადამიანები რომლებიც ამ დაბადებულები იყვნენ როგორც ხიდი მცას და მიწას შორის მაგრამ საქმე რაშია ეხლა როცა გადის 100 წელი 1000 წლეულები გადის ის კონკრეტული მოსახლეობა, რომელიც არის თავისი ეთნოკულტურით და წარმოდგენებით და თავისი გენეტიკით, მათ შორის ჯანმრთელობით და ყველაფრით, ეგუება ამ საშუალებებს და ეს საშუალებები მათთვის ესე კონკრეტულად დაუშვათ სამხრეთ ამერიკისთვის, იქ თავის საშუალება აღმოსავლეთისთვის ის ძალიან ცხელა ახლო აღმოსავლეთში და იქ სხვა საშუალება ჭირდება, იქ მოწევა ჭირდება რაღაცის რომ თუნდაც სიზარღვები თუ და შევიწროვდეს იმ გაფართოებულ ეს თქვა სიმხურვალიდან გაფართოებულ სიზარღვები თავზე და აქედან გამომდინარე ესენი ეგუებოდნენ და იმ ადგილობრივ გეოგრაფიულ პირობებსაც ეგუებოდნენ და თვითონ აი იმ საშუალებებს და ეს მათთვის ორგანული იყო ამ გამოდის რომ მათი ორგანიზმი 1000 წელი ეგუებოდა იმ საშუალებებს ეხლა მოხდა ისე რომ ჩვენ ეს ის ვარიანტი არა დავშვა და ცოტა გრძელი ცხვირები რო აქვს სამხრეთში იმიტომ რომ ცხელი ჰაერი და იგივე რაღაცა მოკლეც გავამართლებ რო გასაგებია ამიტომ ვამბობთ იმას რომ აი ამ კულტურებში არის ეს საშუალებები და ამის სწორი გამოყენება როცა ამას ის ქურუმი იყენებს როცა ის აუშვათ დიდი მასწავლებელი იყენებს ხო გასაგებია აი ეს არ არის ყოველდღიური გამოსაყენებელი საშუალება, იმიტომ რომ ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმი მე რეგუება და უფრო მეტი დოზა უნდა ყველაფერს და ასევე ავიღოთ რომ კავკასია, ავიღოთ კერძოდ საქართველო, რომელიც 1000 წელი ჩვენ როგორც ვიცით, გათხრებით, როგორც ვიცით რაღაც არქეოლოგიური არტეფაქტები და ასე შემდეგ ჩვენთან ვაზის კულტურა 8000 წელი მაინც წურავ ღვინოს და ღვინის კულტურა ჩვაქ ჩამოყალიბებული არა მარტო როგორც პროდუქტი და ამის მომხმარება არამედ მისი მომხმარების კულტურითაც მისი დანიშნულებითაც და არა მარტო სოციალური დანიშნულებით რაღაცა რომ სხვა დამჭამოთ და ასე შემდეგ და ერთმანეთთან არამედ პლუს ეს არის ის საშუალება რომელიც აი სხვა კულტურების აი ამ საშუალებებთან ერთად ჩვენს შემთხვევაში ეს არის საშუალება, რომელიც ასევე სასაზღვრო მდგომარეობაში გვატარებს, რომელიც დაუშვათ ლოგიკის მუშაობას დაამშვიდებს, რომელიც არა მარტო ერთი ადამიანი ამას იღებს დაუშვათ და გადის რაღაც მდგომარეობაში, არამედ კოლექტიური ტრანსის რაღაცა და კოლექტიური მედიტაციის დავარქვათ საშუალებას იძლევა. ეხლა ჩვენ მივედით ეხლა ქართულ სუფრასთან, თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით, გამარჯობთ საუბარ ჩვენ სტუმართან, ერეკლე შონიასთან ერთად და ბატონო ერეკლე ჩვენთან მიღებულია ესე იგი ღვინო, მაგრამ არა ინდივიდუალურად, არამედ ამას არის ჯგუფური სახე. და ამას ალბათ თავის დატვირთვა აქვს სუფრა, ხო, ქართული სუფრა. აქაც დაუშვათ არის ეს მომენტი, რომ თვითონ ღვინო თავის შემადგენლობიდან გამომდინარე ესაა პრაქტიკულად მზის, ეს არის მიწის მთელი ენერგია.
ეს 70-იანებში მივიდნენ იქამდე აზრით 70-იან წლებში რომ მე-20 საუკუნის ხშირ შემთხვევაში ეთუნდაც ნავთობის მოპოვება და მასზე დიდი კვლევების ჩატარება დიდი დანადგარების გამოყენება ხო მომავალში არ იქნება საჭირო იმიტომ შევძლებთ თუნდაც ბალახის სამცენარის აღებას იმ ადგილიდან და იმის შემადგენლობითო უკვე შევძლებთ მთელი მონაცემების დადებას რომელიც არის მიწაში და ეს ბიოქიმია რო განვითარდა რაღაც მართლა ესეა რომ მცენარე იღებს თელ იმ მონაცემებს და იმ ხჩიქთავს რაც არის მიწაში ასევე მცენარე იღებს მზიდან ენერგიას და პრაქტიკულად ღვინის კულტურა და ღვინის მიღება ეს არის ჩაულებრივად მიღება როგორც არის თავშეთ ალკოგოლით უფროსებისთვის არის გადასარევი ეს ამთელ ელემენტებს აძლევს ადამიანს ელემენტების მიღება არის განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში როცა დედამიწაზე კრიზისებია მაშინ ხდება დედამიწაზე აგზნება და ადამიანი გზნობს ამ აგზნებას სტრესის ქვემოთაა და იწყებს გამოფიტვას ორგანიზმი ამიტომ განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში ეს ღვინის შემცველობა არის ძალიან საჭირო ორგანიზმისთვის ბავშვების შემთხვევაში მაგალითად იქ ალკოჰოლს ხო ვერ მიცემთ ამიტომ არსებობს ესეთი ბატონი თენგიზ ჯალიაშვილია რომელიც ჰალალ ღვინოს ამზადებს ეს არის ღვინო რომელსაც სპირტი არის ამოღებული და ის ღვინო მე უსპირტო ნუ ავალ ღვინოს დაარქვეს არის ძალიან კარგი ბავშვებისთვის. ასევე შეგახსენებთ რომ როცა დედამიწაზე არის პრობლემები, მაგალითად ჩერნობილის კატასტროფა რო იყო, ან ატომური რაღაცა საშიშროება და რაღაცა კონფლიქტია დაუშვათ, ან რაღაც აფეთქდა ატომური სადგური და მოხდა ვირტუალური დაბინძურება დედამიწის ესეთი რამე თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ყოფილა მრავალჯერ და უბრალოდ იყო ეს მიჩქმალული და თუნდაც ის რომ ბევრი სამხედრო ბაზა როცა წავიდა აქედან ხო საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა იქ დარჩა ატომური ნარჩენები ურანის ან პლუტონიუმის გააჩნია სად რა როგორ და აქედან გამომდინარე გარემო როცა ბიზდურდება ატომური ენერგიით და თუნდაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების თქვათ მაშინ ეს ღვინის მიღება თუნდაც შავი ღვინის მიღება წითელი ღვინის მიღება თუნდაც ღვინის მიღება ეს არის პრაქტიკულად გამომყვანი იმ გამოსხივების და იმ მოწამვლის ორგანიზმიდან და ამიტომ აუცილებელია და ჩერნობილის დროს ახსოვს ჩვენს უფროს თაობას როცა კახეთში ჩამოყავდათ იქიდან სარეაბილიტაციო ხალხი და ღვინის თერაპიას გადიოდნენ პრაქტიკულად და დღესდღეობით როცა კაცობრიობა ისევ ამის წინ ამ ასეთი საშიშროებების წინაშეა ღვინო არა მარტო როგორც პროდუქტი არამედ როგორც წამალი დაუშვათ არის გამოსაყენებელი და ნუ კარგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ახლა ეს არ არის ერთი მხრივ არის საშუალება რომელიც მე შემიძლია გამოვიყენო ყოველდღიურად როგორც პროდუქტი მაგალითად მაკრკინის დანაკლისი ან სხვა ელემენტის დანაკლისი და ცოტა წრუპის საჭმელთან როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებენ ესე გამოვიყენო და გარკვეული ღვინის კულტურა შემიმუშაო ესეთი პროდუქტის მიღების მაგრამ თვითონ ძირითადი დანიშნულება ამისი არ არის მარტო პროდუქტის სიმდიდრე რაც პროდუქცია აქვს არამედ ეს არის კიდე ის რომ ღვინო ხდება ჩვენი საკომუნიკაციო საშუალება ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან, ნუ სამყაროსთან მთლიანად, იმიტომ რომ ის კულტურა რომელიც გამომუშავდა ათასობით წელი, რომელსაც ჩვენ ქართულს უფროს ვეძახით, ეს მოითხოვს ასევე არათუ ქაოტურ მიღებას ღვინის და როგორც დაუშვათ დედამიწაზე არის მიღებული რომ ყველა თავისას ამბობს, უბრალოდ ზიანს რუბავენ, არამედ აქაც მოითხოვს თავკაც, რომელსაც ჩვენ თამადას ვეძახით, მაგრამ ესაა პრაქტიკულად ქურუმი ძირითადი ესეთი ადამიანი რომელსაც გარკვეული აქვს კავშირი სამყაროსთან უფრო ძლიერი, აქ დიდი გამოცდილება, აქ კონტროლის მეტი უნარი და ნუ ასე ვთქვათ, რომელსაც შეუძლია ადამიანი არა მარტო ერთი ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი შეიყვანოს გარკვეულ სასაზღვრო მდგომარეობაში, გარკვეულ ტრანსულ მდგომარეობაში, ოღონდ ეს არის კონტროლირებადი ტრანსი ეს ყველაფერი იწყება მოგეხსენებათ სუფრაზე ყველა ყოველობით ხართ ღმერთით იწყება ეს ყველაფერი ითხოვს ცოცხლების დღეგრძელობას, გარდაცვლების დღეგრძელობას, ანუ კავშირის გაბმებს ამ ძალებთან, სამშობლოს, ოჯახის წევრების, სტუმრებს, ყველაფერს, ანუ ყველაფერს ახსენებ თელს ადამიანს და გარემოს ახსენებ პრაქტიკულად. ნატრების ჩათვლით. ყველაფერს, მათ შორის აქ ხდება კონფლიქტების დარეგულირება, მათ შორის აი სწორი შემთხვევაში, სწორი გამოყენების შემთხვევაში, როცა პლუს ეს
თამადა და ეს ქურუმი ეს ძლიერია მაგ შემთხვევაში და როცა იცის ამ ყველაფრის დოზირება და გამოყენება და როცა არ არის გადახრები რომელიც იყო მაგალითად კომუნისტების დროს როცა უკვე ზომა დავკარგეთ ამ ყველაფრის მოხმარების და არის ეს მოსაზრებაც რომ კომუნისტების დროს და დეგრადირდა და თითქოს რაღაც აი კომუნისტების დროინდელია ამ აზრის დამკვიდრებასაც ცდილობენ რომ ეს ქართული სუფრა არ არის ეს ამაზე ვისაუბრებ და რატომ ამბობ ანუ დაწყებული ღმერთიდან ისე მივიდივართ ღმერთთან ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს 2012 წლის ჩათვლით და ცოტა აქეთკენაც იყო ძალიან დიდი დაკვეთები და ინტერესები ბრიტანეთის მხრიდან ამაზე მეცნიერებათა აკადემიაში ჩვენ მოხსენება ჩაატარა ერთმა ბატონმა და თურმე ყოფილა დაკვეთა რომელზეც ასრულებდნენ ჩვენივე თანამოქალაქეები და იცავდნენ დისერტაციებს და აკეთებდნენ შრომებს რომ ქართული სუფრა უნდათ მიეწერათ ესე თქვა კომუნისტური გადმონაშთისთვის რომ ვითომ რუსებმა გვასწავლეს ვითომ კომუნისტები და ამის ძირითადი დამკვეთი ბრიტანეთი იყო და ბრიტანეთს ინტერესი იმიტომ რომ გარკვეული ეს ხო არა ჩვენ ისეთ ადგილზე ვართ სადაც არის გეოპოლიტიკური ჯახი სადაც არის კულტურების ჯახი ერთმანეთთან და გავლენების ჩვენ ისეთ ზონაში ვართ ბუფერულ ზონაში რომელშიც აი ეს ორი ცივილიზაცია ეჯახება და ყოველთვის მათი ინტერესის გატარების დროს და გარკვეული გავლენები არის ხოლმე და ეს გავლენები იწყება თუნდაც ეთნოფსიქიკაზე მოქმედებიდან დაწყებული თუნდაც პოლიტიკურ პროცესების დამთავრებული ხო ჩარევით და ამიტომ მთელია ეს წინამთავრობა რომელიც იყო და მათთან არსებული ფილოსოფოსები არ მინდა სახელების და გვარების თქვა მაგრამ მათი ფილოსოფოსები და მათი ეს მკვლევარები დაკვეთით აკეთებდნენ შრომებს და ამის მოძიება შეიძლება მშვენივრად რომ საიდან მოდის ქართული სუფრა გადახაზეს მთელი 8000-ლიანი კულტურა და თქვენს რომ ეს ვითომ რუსული კულტურიდან მოვიდა კომუნისტური კულტურიდან მოვიდა და სტალინის გადმონაშთად დაარქვეს ქართულ სუფრას და ანუ ეს პირდაპირ მტრობა არა მარტო დაუშვათ ღვინის ან ქართული სუფრის მიმართ არამედ ქართული იდეის დაუშვათ ქართული ესე იგი პოზიციონირების ადამიანსა და სამყაროს შორის და მთელი აი გადახაზო მთელი კულტურა და აქედან ესეთი ესე იგი ისეც არა იყო გათვალისწინებული რომ თუ მართლა რუსეთიდან მიიღეს ჩვენ ეს ყველაფერი და თუ მარტო 20 საუკუნიდან და სტალინიდან მაშინ სხვა რესპუბლიკებში რატო არ არის მსგავსი პროცესები რატო ვერ გამომუშავდა მსგავსი კულტურა თუნდაც ღვინის მოხმარების ანუ ეს ის ტენდენციებია რომელიც ყველაზე თავსმოხვეული და რომლებიც დაიბეჭდა გარკვეულ ჟურნალებში დასავლურ ჟურნალებში ამიტომ ჩვენ გვმართებს მუშაობა იმაზე რომ არა მარტო ღვინის პოპულარიზაცია გავაკეთოთ არამედ ჩვენი ეთნოკულტურის პოპულარიზაცია გავაკეთოთ თუნდაც იმ მხრივ რომ სულიერი მხარე ამისი რომ აი რა არის ეს თუნდაც სუფრა რა ტრადიცია ეს და ამის მარტო ცუდი მხარე კი არ დავინახოთ უზომობა რომელიც 70-იან წლებში 80-იანებში მანამდეც იყო რომ მაშინ საზღვრები იყო დაკეტილი გასართობი იმდენად არ იყო სხვა ვერ გადაიოდა და ეს ენერგია იხარშებოდა აქ ფულის გამოჩენა არ შეიძლება ფარულად ხდებოდა кейფები და ამიტომ ამ სიტუაციაში გარკვეულ უზომობამდე მივედით სმის რაღაცა სტატუსის ჩვენების და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის ზენნაშენი შეიძლება მახინჯი ზენნაშენია მაგრამ ეს უნდა გვავიწყდება რომ ამ სიმახინჯესთან ერთად ამა შეინარჩუნა ამან შეინარჩუნა თავისი არსი და მეორე როცა გაგანია ათეიზმი იყო და ღმერთზე საერთოდ საუბარი არ იყო და აზრები იყო დაკეტილი და ეკლესიებთან ხვდებოდნენ პარტორგებს რო ეძახდით და ვინც ესე იგი პარტიიდან რეცრიცხავდნენ ან რაღაცა პრობლემებს ქმნიდნენ და ბევრ ეკლესიაში თბილისში 80-იანი წლების დასაწყისიდან თუნდაც ავიღოთ ღანჩის ხატი თუნდაც სახელოსნო ყოფილა მოწყობილი მხატვრის მეტეხში თეატრი ჩვენ ნაძალადევში როცა ზღვისკენ ავდივართ იქ აბანო იყო ეკლესიაში მოწყობილი აი ამ დროს როცა ღვთლები ათასობით იყო დახვრეტილი თავის დროზე და დაკეტილი იყო ეკლესიები აი კიდე სამხედრო კომუნიზმიდან მოყოლებული აი ამ კულტურამ ლოცვის ეს ლოცვის კულტურა, დალოცვის კულტურამ გადაინაცვლა სუფრაზე. და ახლა მეც მახსოვს, ჩემი ბავშვობა გავატარე პრაქტიკულად სუფრაზე. მამა ჩემი დაუშვათ თამადობდა, მისი მეგობრები თამადობდნენ და ეს არ იყო ყოველდღიური რაღაც ფუფუნება, ეს იყო პრაქტიკულად ლიტურგია იყო. ეს იყო საუკეთესო ადამიანს ვირჩევდით, საინტერესო ადამიანს ვირჩევდით სუფრის წასაზღვრად და თან იქ ხდებოდა აი ეს იყო დღესასწაული. აი ვინცაც აქ ვინჩესტრებია და უმუშავად იგივე ჩვენი დიდი მსახიობების რამაშ ხრიკვაძის დაუშვათ წარმართულ სუფრაზე
უშუალოდ კახი კავსაძის, თემიკო ჩირგაძის და აი ამ ხალხის და ახლა მე კიდე არ ვამბობ კიდე იმ წინა თაობებზე, რომლებიც იყვნენ ძრომელი თამადები, იმ სუფრაზე ჩხუბი არ ტყრებოდა ხოლმე. იქ სუფრაზე არათუ სითხის გამო და თრობის გამო მიდიოდა ხალხი, არამედ საურთიერთოდ მიდიოდა და აქედან გამომდინარე ეს იყო ადამიანებისთვის სტრესის მოსახსნელი ადგილი. ეს იყო ადამიანებისთვის ნიჭების, აი მე რო კომპლექსები მოვიხსნა და ნიჭი ჩემი გამოუშვა ესეთი ადგილი. ეს იყო ლოცვის და შეთხოვნის სამყაროსთან ადგილი, რომ მინდა მშვიდობა, მინდა მეგობრობა, მინდა რაღაცა ვაპატიო, მინდა შევრიგდეთ. გიზონიშნიანიძეს ქონდა ეს აი მანი ვერაზე ესეთი მომენტი ქონდა, რომ ახალგაზრდები რო ხდებოდა და ჯერო შეჯიბრება ხდებოდა და მე შეჯიგრება ხდებოდა, ნებისმიერი კონფლიქტი, ნებისმიერი ურთიერთობა მე სუფრით მთავრდებოდა და საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობით აი ეს უარყოფითი მუხტის განმუხტვა ხდებოდა, მოწესრიგება ხდებოდა. ეს ვერ მოხდებოდა ავტორიტეტული თამადის ან ავტორიტეტული მეგობრის გარეშე დაუშვათ. საერთო წესი იყო დაუწერელი ესეთი, რომ ეს უარყოფითი მომენტი არ უნდა გამრავლებულიყო და უნდა მოხდარიყო განმუხტვა და დაძმობილება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში შეგახსენებთ ხო მე თქვენ ერთ თაობისავართ, რომ ჩვენ ბავშვობაშიც და ახალგაზრდობაშიც სიტყვა ნევროზი არ იცოდნენ რა იყო. როცა უცხოელი ჩამოდიოდა ჩვენი ოჯახში სუსტუმრიანობა იყო, უცხოელები ჩვენ დავდიოდით გერმანიაში, ისინი ჩამოდიოდნენ სხვა ამერიკაში და ასე შემდეგ და ამიტომ ესენი ჩამოდიოდნენ დეპრესია მაქრო იძახდნენ და თან ვიცოდით რომ დეპრესია იყო და 20-იან წლებში ძალიან ძლიერი ამერიკაში. მახსოვს რომ მამაჩემის თაობა და ჩვენ გარშემო გვიკვირდა რა არის ეს დეპრესია. საერთოდ ამ სიტყვაზეც და დანიშნულებაზეც რომ როგორ შეიძლება ადამიანს დეპრესია დაემართოს, როცა ყავს მას მეგობარი, როცა იგი სუფრაზეც თუნდაც იხსნება, ძმა ყავს, მეგობარი ყავს, განმუხტვას აკეთებს. ქართული სუფრა თუნდაც აი გულის ტკივილის განმუხტვის ადგილი, განქარვების ესე ვეძახდით ხოლმე ადგილია და გამოდის რომ მთელი საზოგადოება იყო ესე ვთქვათ განმუხტვის რეჟიმში და როცა გარკვეული ნაუშად კვლევები ტარდებოდა, ნუ ეხლა ამ დოზით არ ტარდებოდა მაშინ როგორც მაგრამ საქართველოს ითვლებოდა ადგილად სადაც ბედნიერების ინდექსი მეტი იყო ყოველთვის და გინდა ფილმებში, გინდა თბილისს გაიხსენებთ ომამდე რაც იყო, ეს იყო ღიმილის ბედნიერების ქალაქი. უბედურებები ხდებოდა, მაგრამ ეს უბედურებები იმდენად იშვიათი იყო, რომ ერთი ამბავით, რომ ბიჭი დაჭრეს, ეს მერე 10 წლეულები გრძელდებოდა და ამაზე საუბარი და ეს რამხელა ტრაგედიაა. და უცებ შეიცვალა ფორმაცია, მოვიდა ახალი ტალღა და უშუალოდ ახალი გავლენები, ახალი გეოპოლიტიკური გავლენები, რომლებიც ყველაფერი თავის ინტერესებს ითხოვს და ჩვენთან მოხდა ღვინის კულტურის ჩანაცვლება. ამის გალანძღვა და უშუალოდ თუნდაც მულტფილმებში, კომედიურ მულტფილმებში და თავისუფალ საქართველოს ვამბობ სერიალებში ესენი გამოყავდათ ღიპიან კაცებად და რაღაც კი ეს ღიპი 70-იანი და 80-იანი წლების მონაპოვარი იყო, იმიტომ რომ თუნდაც 24 წლისთვის როცა პირველი ხანუმას გადაღება დაიწყეს იქ მაკარის როლზე ღიპიანი კაცის მონახვის უნდა დადათ რა კასტინგი ჩაატარეს ესე დღევანდელი წვით და თბილისში ღიპიანი კაცი ვერ ნახეს და მე ბალიშები ჩაუდეს და 70-იან წლებში როცა დოვლათი დაგროვდა ეს ნაფრონტალი და ასტრესილი ხალხი საჭმელს მიესია ჰეიბს და რაღაცას ნუ თავისთავად ამ ყველაფერმა იჩინა თავი მაგრამ როცა უკვე გამთავისუფლდით ამ ყველაფრის ეს კი ხაზგასმა რო დაიწყო და ამ ყველაფრის პროფანაცია დაიწყო ამ თემატიკის დაიწყო ჩანაცვლება ღვინის კულტურის ლუდის კულტურით არყის კულტურით მაშინ მოგეხსენებათ ფალსიფიცირებული არაყი იყო და კატასტროფა იყო ხალხი პრმაუდებოდა რა ხდებოდა 90-იანებში და ასევე იმის და მიუხედავად რომ თაში ჩვენთან არის კულტურა ლუდის ხარშვის და ისეთ საკრალური კულტურაა და იმას სხვა დანიშნულება ის არა ათრობა ის სხვა კავშირი ასევე ზეცასთან ადამიანის და იმის და მიუხედავად რომ ეს არის ჩვენთან დეტალი რაღაცა თვითონ წამოვიდა ძალიან დიდი დატვირთვა ლუდის კულტურის შემოტანის რომელმაც რომელსაც მოხმარებას ლუდის კულტურის მოხმარება ქალურ ჰორმონს აქტიურებს ესტროგენს ამორთი. მოდი ძის მოსაყვან საშუალებას მისთვის მეძუძური დედების ლუდის ასე უწოდება. ხო,
და აი ეს ქალის ჰორმონის მომატება ეხლა ჩვენ რო გვიკვირს რომ რატომ არის ამდენი ჰორმონალეული ადამიანი რატომ არის ამდენი გასუქებული ადამიანი ან ბავშვი აი სარძევი ჯირყლები აქვს გამოკვეთილი სარძევი ჯირყლების გამოკვეთა აი უკან ეს კუნთები რომელიც არის აი ზურგის კუნთები აი კუნთები არა ცხიმები რატო აქვს ესე და რატოა შერბილებული ეს ქართველი მამაკაცი ესე ხო რო ქუჩაში გავივლი ზოგჯერ ნუ შიშამდე დადის ეს ყველაფერი ზუსტად ამ ლუდის კულტურის შემოტანამ გააკეთა ეს ლუდის კულტურის შემოტანას არ ჭირდება იმ დონეზე სადღეგრძელო ძველად ჩვენთან სადღეგრძელო დაუშვათ ღვინით ითვლებოდა როგორც წმინდა აქტი და ხუმრობით თუ არა მთაში აქ ბარში ლუდის კულტურის გამოყენების დროს არ ხდებოდა სადღეგრძელო ან უარყოფითი სადღეგრძელო უარყოფითი სადღეგრძელო მაგრამ მე მოხდა ამ ყველაფრის მიჩვევა როგორც კულტურა ვერ ჩაჯდა ეს არ ითხოვს იმ თამადობას და არ ითხოვს იმ წარმართვას და წესების დაქვემდებარებას ეხლა NGO-ებისთვის ეს პირიქით კარგია რომ ამათ გონიათ რომ საზოგადოება უფრო გაიხსნა აღარ არის იმდენად თავშეთ კონსერვატიული და გონიათ რომ ეს ერთ-ერთი დაუშვათ ხელის შემწყობია საზოგადოების გახსნისთვის მაგრამ ერი საზოგადოება რომელიც ცხოვრობდა ათასობით წელი მოწესრიგებული ურთიერთობის, ანუ დაუწერელი კანონების ქვეშ, ადათების ქვეშ, როცა მას ეს ერთ თაობაში და ორ თაობაში არათუ ათავისუფლება, არამედ აი საძოვარზე მიშვებული ნახირივით გაუშვებ, ის ირევა, ის აღარ ემთხვევა კანონებს, ის დადის წრუპავს რაღაცა, ის ჰორმონებს ირევს, იქ ერთმანეთის პატივისცემა აღარ არის და ამის აქედან გამომდინარე თვითონ საზოგადოება ირევა. ანუ რის თქმა მინდა ლუდის მაგალითზე რა რომ ერთ თაობაში და ორ თაობაში ვერ ხერხდება ადაპტაცია ამ ესე იგი ახალი რაღაცა შენთვის შეუსაბამო კულტურისა. და წარმოიდგინეთ რა ხდება დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით უკვე ნარკოტიკებთან დაკავშირებით რომ როცა არათუ რაღაცა უნებელი თემატიკა არამედ შენთვის საერთოდ შეუსაბამო შენთვის საერთოდ შეუგუებელი და თან ეს ამ ყველაფრის უკონტროლო მოხმარება აქ მაშინ რომ აქ კასტანედას რო აქ და დონ ხუანი კი არ მიგიყვება იმას როგორც დიდი მასწავლებელი დაუშვათ და იქ რასაც ხედავ სწორედ კი არ გატარებს არამედ აქ ნებისმიერი ყიდულობს ამ ნარკოტიკულ საშუალებას ეწევა და ამიტომ ეს ადამიანები იღუპებიან პრაქტიკულად არა მარტო ჯანმრთელობით არამედ სოციალურად თავისი წესი ეშლებათ ურთიერთობითი ეს ადამიანები უკვე იმ ჯანსაღ სხეულში, ნუ ეროვნულ სხეულში, ან ფაქის დაუშვათ ქსოვილში, იქიდან ამოვარდნილები ხდებიან. ესენი აღარც სამშობლოს დაცვა უნდათ, არაფერი არ უნდათ. ანუ გამოდის ისე რომ აი ხალხი როცა მოდის რა გინდა რა და მე არ მინდა ბავშვის გაჩენა, ანუ თავის ძირეულ თემატიკებზე განსაკუთრებით გოგოები უარს ამბობენ რომ რაღაცა ცხოვრება გააგრძელონ, გაბედნიერდნენ, ქალური ბედნიერება იპოვონ დაუშვათ და გამოდის ის რომ მთელი ერი, ნუ თელს არ გამომზაფრებ, მაგრამ დიდი ნაწილი ამ ერის შემჯდარია ამ ნარკოტიკებზე, ამის არასწორი გამოყენებაზე, ამას დაემატა ის სინთეტიური ნარკოტიკები, რომელიც საერთოდ კატასტროფაა, ჩანაცვლების სხვადასხვა, ესე თქვათ, პროგრამები, რომლებიც ცდილობენ ჩაანაცვლონ ეს, მაგრამ ისეც არანაკლები დარტყმაა დაუშვათ ადამიანისთვის და კიდე მინდა დავუმატო, ხო ჩვენ ახლა გამახვილებული გვაქვს ყურადღება, ახლა დაუშვათ დავით თქვენი საუბარი დაიწყო იმითი რომ პლანის მოხმარება და ასე ვთქვათ, მაგრამ ამას დავუმატებ მედიკამენტოზურ არა მარტო ნარკომანიას, რომელსაც თუნდაც ხალხი შეგნებულად იყენებს, არამედ მთელი ერი შეჯდა წამლებზე. სადაზღვევო პროექტები, რაღაც პროგრამები, წამლები, აფთიაქების სიმრავლე, ხალხი ამდენს არ სვავდა წამლებს, ეხლა უფროსი თაობა განსაკუთრებით წამლებზე ზის, რომელიც არ ჭირდება კილოგრამობით იღებენ ამ წამლებს. აქ არის ბევრი კომპანია, რომელიც აკეთებს რეკლამირებას წამლებს ექიმებთან და სქემაზდებენ, რომ დაუშვათ ერთი და იგივე შემადგენლობის წამალი 5 სხვადასხვა სახეობაში ამ წარმოებელში ისეთი დოზით შეაზავო, რომ ამ ადამიანმა ლარის მაგივრად 100 ლარი გადაიხადო სხვა წამალი, სვას და მთელი ერია შემჯდარი ვითომ კურნალობაზე. კატასტროფა ეს არანაკლები ნარკომანია და სხვათა შორის ის ფაქტი, როდესაც აი იწყება რაღაცა გარკვეული სეზონები, ესკნება სიცივე, სიცხე, ალერგია,
გაციება ვირუსები და მიდის ეს რეკლამები გაცივდი და ეს მოქმედებს ეს დათვლილია მეც დათვლილია ჩვეულებრივ რომ ამას რო უყურებ შენ ხდები ავად კი და აი ზუსტად თვითონ რაც არის ადამიანი როგორც არის მოწყობილი თავისი საადაპტაციო ანუ შეგუებითი მექანიზმით კაცობრიობა და ეს სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვანაირად უნდა რეაგირებდეს თუნდაც ის ავადმყოფობები მცირე გამადმყოფობები მისთვის და მისი იმუნიტეტისთვის აუცილებელია რომ ახალ საფეხურზე ავიდეს შეგუებით და ბავშვებში მაშინვე წამალი დაალებინო განსაკუთრებით ანტიბიოტიკები ამიტომ ეს ბოლო 40 წელი ნუ დავას 35 წელი განუკითხაობის უნდა დასრულდეს ერმა და ქვეყანამ დაიწყოს გონიერი მიდგომები სიჯანსაღის მოთხოვნა უნდა გაჩნდეს სიჯანსაღის მოთხოვნა და სპეციალური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და ამიტომ იქ იქნება გასაკონტროლებული ფარმაცია იქ იქნება გასაკონტროლებული ექიმები იმიტომ რომ მთელი ინდუსტრია საექიმო აწყობილი მაგაზე და ამ მიმული დაზღვევაზე მიმული ფარმაცევტიკაზე და აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან დიდი ფული რომელიც ეკონომიკური რაღაცა შედეგს იძლევა მაგრამ მეორე მხარეს ჩვენ როგორც გენი კლებაში ვართ და გამოდის რომ ნელ-ნელა ვიხოცებით აქედან მივდივართ სუსტებით რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ვინც არის იმას არ შეუძლია ახალგაზრდა ქალი ან ახალგაზრდა კაცი რომელიც უკვე რაღაცის გამო რომ რაღაცა ვერ გადაიტანა დაიძაბა ვერ განიმუხტა ვერაფერი ვერ ქნა ეს არის შემჯდარი ფსიქოტროპულ წამლებზე და მოდიან ახალგაზრდები ამ პერიოდში ეს პერიოდი კრიზისების პერიოდი ხასიათდება დაძაბულობებით რომლებსაც ადამიანის ფსიქიკა ადვილად ვერ იტანს და ამიტომ იმის მაგალითად ბუნებრივი განმუხტვა ან ბუნებრივად დასაქმება ან რაღაცა ნიჭების გამოვლენა მოხდეს ან გახარჯვა ფსიქოემოციური ადამიანის ესეთი ადამიანების შესმახდება წამლებზე და ეს წამლები დამამშვიდებელი მელატონინის შენელტონინის როცა ვერ იძინებს დალიე მოდი ეს ფსიქოტროპული დალიე ცოტა არაფერს არ იზავს ცოტა მოდი აი ამ ცნობილმა ნევროლოგმა რაღაც დაგინიშნა ეს არის კატასტროფა ამ ადამიანებისთვის რომლებიც არათუ კურნავს არამედ აბლაგვებს ამ ადამიანს მის ნიჭებს მის ფსიქოემოციურ ფონს და ყველაფერს საერთოდ რა და ამიტომ ამ საკითხზე არის სასაუბრო იმ საკითხზე რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ თვლიდით რომ რა ქვია მას მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკი ეს არის კატასტროფა ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი და ამიტომ როცა შენ ქმნი პარტიას როცა შენ ქმნი რელიგიურ რაღაც ალტერნატიულ სიტუაციას როცა შენ უკეთებ დაუშვათ პოპულარიზაციას მოსაწევს ან როცა დიდი მეცნიერი ხარ და უკეთებ პოპულარიზაციას სოკოს მოხმარებას და ასე შემდეგ და ვერ ხვდები რომ ეს შეიძლება სხვანაირად მოქმედებდეს მაგრამ იმ გარშემო ყოფებს როგორც პოპულარიზაცია მოქმედებს ამიტომ შავს უნდა დაერქვას შავი და თეთრს უნდა დაერქვას თეთრი თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში დაალაგდეს სიტუაცია ეს დაუწერელი კანონები უნდა ამოქმედდეს და ამიტომ ინსტიტუციათა შორის როგორც არის საპატრიარქო როგორც არის მეცნიერებათა აკადემია როგორც არის სხვა სისტემა არა მარტო დაუშვათ ეს არ უნდა იყოს თუნდაც იუსტიციის სისტემები რომლებიც არის პირდაპირ დასჯაზე კი არა მთავარი პრევენციაზე და რაღაცის ახსნაზე ამას რა მოყვება და ამიტომ თუ ამას სათავე არ დაიწყებს საზოგადოების უკეთესი ნაწილი რომელიც საუბრად არის ნაღები ჭკუა მოეკითხება ან თუ ამას არ დაიწყებს მთავრობა ან ეს სამთავრობო რაღაც რგოლები ან დაუშვათ იგივე საპატრიარქო ხო ამას ადამიანები თვითონ ვერ დაიწყებენ და თუ დაიწყებენ ეს იწყება და მოქმედება აქტიურდება მაშინ როცა თვითონ ადამიანი ძალიან დიდ ტრაგედიას გაივლის დაკარგავს შვილს წამალში დაკარგავს შვილს თვითკვლელობაში და მერე შეჯანჯღარდება და ამიტომ არ გვინდა ამ ჯანჯღარამდე მიყოლა ჩვენ თუ გონიერი ერი ვარ და რაღაცა შემოგჭა დავიწყოთ ამაზე საუბარი და დავიწყოთ ამის დალაგება ამ ქვეყნის თორე სხვა შემთხვევაში ის ინტერესები გარედან მოსული, ის ნარკოტრაფიკები, ის თვითონ მართვის თემატიკა, რომ ის გავლენას ქვეშ უნდა იყოს და ის არ დამთავრდება, ეს არის ისტორია, ეს არის სიცოცხლე ესეთი და ამიტომ ჩვენ უნდა განსაზღვრო, თუ გვაქვს ჩვენ ინტერესი, თუ ჩვენ კიდე რაღაცას წარმოვადგენთ, ჩვენი ინტერესისთვის რა არის საჭირო, როგორი კვებაა საჭირო, როგორი კურნალობაა საჭირო, როგორი ფსიქოემოციური განტვირთვის საშუალებებია საჭირო და თუ ტრადიციული სუფრა თუ ურთიერთობა თუ რაღაცა თუ კიდე წაგვადგება და მე ვფიქრობ წაგვადგება, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად კულტურული, აი ესე ვთქვათ, არამატერიალური ღირებულებების აი ესეთი ფორმა
დედამიწას არ აქვს. დი. და ამიტომ თუ ამას უცხოელი აფასებს, გერმანელი აფასებს, ვიღაცა ებრძვის, დავფიქრდეთ რომ რა მარგალიტს ვერ ხედავთ ჩვენ წინდადებულს და ამიტომ ის ზედაშენი რაღაცეები, სიმახინჯეები, უზომოსმა, შეჯიბრისმაში, რაღაცა კრამიტების სვა და სტოფების სმა ის ჩამოხსნათ ის რომ ეს არ შეიძლება ყოველწუთს გაკეთდეს ეს და ყოველ ჭამაზე რესტორანში გასვლაზე გაკეთდეს არ შეიძლება ეს ძალიან საკრალური აქტია ამისი პროფანაცია არ უნდა მოხდეს და ამიტომ ყველაფერს თუ დავისწავლე ადგილზე დავალაგებთ ხო ეს იქნება იგივე ჩვენი როგორც საზოგადოების ფსიქოემოციური განტვირთვის მშვენიერი ინსტრუმენტი რომელმაც 1000 წლები გაუძლო და როგორმე კიდე რამდენიმე 1000 წელი კიდე გაუძლებს. ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილის დრო ამოიწურა ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დავამშვიდობოთ ერთმანეთს და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით დაგველოდეთ.